გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. როდესაც ვარჯიშს აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გაკეთების დროს სახეზე არ გვიჩნდებოდეს ნაოჭი, ან თუ გვიჩნდება, აუცილებლად უნდა დავიფიქსიროთ სახის კანი. პირადში შემომივიდა ესეთი შეტყობინება გოგონასაგან, რომელმაც ჩამეიგდო კონკრეტული ვიდეო, სადაც იყო ვარჯიში და აღწერაში მითებული იყო, რომ ეს იყო ცხვირტუჩის ნაოჭისთვის და ჩამოშვებული ლოყებისთვის, ეგრეთ წოდებული ბრილებისთვის. ვარჯიშის დროს რეალურად ჩნდება სახეზე ნაოჭები და არაფრით არ შეიძლება ფიქსაციის გარშემო მისი გაკეთება. ეს ერთი კითხა რამდენად ეფექტური იქნებოდა. კონკრეტულად ის ვარჯიში მე არ გამიკეთებია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მხოლოდ მე გიზიარებთ ისეთ ვარჯიშებს, რომელიც გამომიცდია პირველ რიგში საკუთარ თავზე და შემდეგ სხვებზე. აქედან გამომდინარე, ეფექტურობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მხოლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ პირიქით თუ არ გაიკეთებს ფიქსაციას, დამატებით ნაოჭები გაუჩნდება და რაც აქვს გაუღრმავდება. კონკრეტულად იყო აი ასეთი ვარჯიში, ნახეთ. ხედავთ ხო, როგორ ჩნდება აქ ნაოჭები. ესეც ერთ-ერთი მათგანი და მსგავსი ვარჯიშები, თუ მაინცსა და მაინც გინდათ რომ გააკეთოთ, აუცილებლად ფიქსაციით. აი აქაც ჩნდება ნაოჭები. მოკლედ ცხვირტუჩის ნაოჭი ვისაც აქვს, აი ამ ვარჯიშის დროს მე ახლა არ მაქვს, მაგრამ ვისაც აქვს, რეალურად უფრო გაუღრმავდება და ნახეთ რატომ. აი აქ წარმოვიდგინოთ, რომ არის ცხვირტუჩის ნაოჭი და ნახეთ. ნახეთ, ეს მეტად იკეცება და ეს პირიქით ცუდ შედეგს მოგიტანთ და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ჩემი რჩევა იქნება ასეთ ვარჯიშები არ გააკეთოთ. მაქვს არაჩვეულებრივი ვარჯიში, ეს არის მიდევს ეს ყვრიმალის კუნთის ვარჯიში, რომელსაც ვერცერთი სხვა ვარჯიში ვერ შეცვლის. ეს გაგიქრობთ, თუ ბოლომდე არა აუცილებლად საგრძნობლად შეგიმცირებთ ცხვირტუჩის ნაოჭს და ოვალი, რომელიც დაბლა მოდის სახე, ჩამოშვებული ლოყები, ნახეთ, როდესაც ყვრიმალის კუნთი არის მოდუნებული, ტონუსი აქვს და კარგული სახე აი ასე მოდის და დაბლა. მოხდება სახის ლიფტინგი და აუცილებლად აი ეს ცხვირტუჩის ნაოჭიც გასადავდება და ამიტომ გააკეთეთ არ დაგეზაროთ და ერთი რამ დაიმახსოვროთ, მე ყოველთვის გიზიარებთ იმ ვარჯიშებს და იმ მასაჟებს, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და შესაბამისად აქედან გამომდინარე მისი მჯერა. ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და რა ვიცი, ჩემი გულითარით თხოვნა იქნება არ დაგეზაროთ და როდესაც საკუთარ თავზე იზრუნებთ, დაიწყებთ ზრუნვას ერთ თვეში, აი ერთი თვე მაინც უნდა რომ რაღაც შედეგი დაინახოთ. ესე ვთქვათ, შეიძლება უფრო ადრეს, ანუ ფარხმალი არ დაყაროთ. ყველაფერს უნდა დრო. არ დაგეზაროთ და გაახალგაზრდავდებით. წარმატებებს გისურვებთ.